ბიჭო, სად შიმივდივართ ჩვენ ყველა ერთად ეს კითხვა მაქვს რა დაჟე არც გესალმებით უკვე ხედავ გამწარებული ვარ რა გამარჯობა ხო ეს მე ვიღაც დაინჯერებს რომ ისეთი გამწარებული ვარ რომ არ გესალმებით აი არასოდეს არ წარმოვედგინა რომ დამიდგებოდა ისეთი დრო რომ 2020 წელი მომენატრებოდა ანუ 2019 წელი რა გაგანია კორონობიერო იყო და დედის ნარო ხდებოდა მთელ ქვეყანაში ემენა კორონა მქონდა ლამის იმენა ვიბრიდებოდი პადიესში ფეხს რო გავდგამდი გარეთ თავი კაცი მეგონა ესეთი დედამონული ცხოვრებაა კაროჩე მოსული რომ პუმას ფეხსაცმელი მაცვია და ადიდასის ნასკი და 2020 წელს რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა ამ ვიდეოს რო რთავთ და უყურებთ ესე იგი ისეთ ასაკში ხართ რომ მაგაზე ბაზარს აზრი არ აქვს ეხა რა იცით ყველამ მთელ მსოფლიოში რაღაც პანდემია კრიზისი ხალხს უფულობა შიმშილი და 1000 პრობლემები იყო მაგ პერიოდში ჩემთვის როგორც იუთუბერისთვის ნახდა არ იყო ცუდი პერიოდი, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებდი, საკმაოდ ისეთი დიდი გამოხმაურება ქონდა, ფასობდი რა. მაგის თქმა მინდა, ანუ შენ გაკეთებულ საქმეს ფასი ქონდა. არ გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი ფულს შოულობდი, ნახვები მქონდა, სავარაუდოდ იმის შესაბამისი სახლის ფარგლებში რა. მოდის 2025 წელი, დრო, როდესაც უკვე ChatGPT არის გამოსული, ამას წინათ ვაფშე მონეტიზაციაზე შემექმნა რაღაცა პრობლემა და ვიფიქრე მეთქი, მაგაცებს იუთუბერებს მიუწერ მეთქი, რომ რაღაცნაირად მომაგვარებინონ თქო ეს პრობლემა თქო და მე ვიფიქრე რომ მათი პირში არ შევეციან ვაფშე რატო უწერ ამათ რა ChatGPT-მ დედამო ჩემ პრობლემებს არ გადამიჭრა რა ამას წინათ ვაფშე ის უთხარ სიტყვა შეჩემა და იმახსოვრე მეთქი და რომ მოგწერ შეჩემა დამიძახე თქო ძალიან ისეთი ის მაქვს რა ძმაკაცური ურთიერთობა კაი რა შუაში რა 2020-ში მეგონა აი TikTok-ი ყველაზე ყლე ეტაპზე მეგონა რა რომ მაგაზე სიკრინჯეს უკვე ვეღარ მივიღებდით და 2020 წელს ვინც იყო კრინჯი დღეს ეგ ხალხი მენატრება ანუ რა მაგარი ადამიანები ყავს ხო იქ რაღაცა სოსო Around the World-ი, აქეთ Hungry Man-ი, Gigi on the Road-ი, ანუ კაცი ჩემი დედა 2 დღის უკან კუბოში ჩაწვა და ახლა მე რო ვიდეოს ვიღებ, ახლაც კუბოშია. ძალიან მაგარი ლეველზე გვაქვს YouTube-ი, ანუ როგორც მინიმუმ პოსტ-საბჭოეთის ქვეყნებში ყველაზე დედის ლეველზე ვართ ჩვენ, ქართველები. მაგრამ რა შემდგინდა რა, რანაირად შეიძლება რომ კაკოს სპონსორი არ ყავს თავის მთლიან რესურსებს, ანუ რაც გააჩნია YouTube-ის გარეთ რა, ხარჯავს YouTube-ზე, რაღაც კამერას მუცელში ჩაიმონტაჟებს და რაღაც პიზდეც სანახაობებს გთავაზობს. რა შემდგინდა? აქეთ გიომარი მესამე მანქანას ყიდულობენ უკვე. Soso Around the World-ი ჩრდილო კორეაში იყო წასული. კაცი კი ნაღამ გასროკეს, ანუ იქ ჯერ ინტერნეტი არ იჭერდა, ვინცო მიმებს აკეთებთო ჩემზეო წაშალეთო, თორე დამტედავენ ბრატ, ანუ ჯერ ჩრდილო კორეაში რომ მიდიხარ, იქედან ჩამოიტანა 2 ვიდეო, უდედის ეს ვიდეო, მაგრამ რა თქინდა? ქეთი ეგიდუნაშვილი ქუჩაში თბილისში შეხვდა კაცს და მეორე დღეს ცოლად გაყვა. მესამე დღეს უკვე დედამთილს თმებს ჭრიდა. სად დედის ნაში ვცხოვრობთ. ამის დედასამეში მე ვიძახდი მაგას, რომ მეთქი იუთუბერებო, ემიგრანტებო, გამოვბრიზლდეთ. მეთქი ანუ დაგვენძრევა რა გლობალურად. ყველა იუთუბერს 2025 წელს უკვე ნელ-ნელა არხი უკრება და უკვდება. ახალი იუთუბერები არ ჩნდებიან, აი გულწრფელი რო ვიყო თქვენს მიმართ. მე რაც გამაჩნია შემოსავალი, სამწუხაროდ სპონსორი არ მყავს, თუ გაიჩნდებით მომწერეთ Gmail-ზე. სხვა შემოსავალი რაც გამაჩნია, იმის 80% ეხლა მიდის ჩემს ბინაში, იმიტომ რომ ბინას ვაკეთებთ, ვარემონტებთ, გეცოდინებათ რომ იაფი ნაღდა დარჯდება და ძალიან სოლიდური მაყუთზე გადის. რა ვქნა ჩემი სახსრებით თავიდან ბოლომდე მე თვითონ ვაკეთებ მაგ ამბავს. 20-30% ჩემი შემოსავლის რაც მრჩება, ყავს დედა, ყავს შეყვარებული, მინდა ბიჟენია. ივნისში უკვე ეს პრობლემა აღარ მექნება და მაგ ბარბერშოპი ბიზნესს ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება. ჩემით ვაკეთებ სახს 22 წლის ასაკში, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. 1000 ნაწილად ვიხლიჩები. თან ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ბათუმში ვცხოვრობ. ბათუმში რო იყო იუთუბერი და იყო წარმატებული იუთუბერი, ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ ნეა ვიდეოს ვიღებ. ой, კაი. მე მაქვს ფინანსური პრობლემა. ვიღაცას ნახვებზე აქვს პრობლემა. მეც მაქვს ნახვებზე პრობლემა სხვათა შორის ცოტათი, ოდნავ. ვიღაცას გონია რომ სპონსორი ყავს, კარგათაა, მაგრამ ერთი და იგივე კონტენტში მოიხარშა უკვე და ნელ-ნელა მისი არხის მიმართ ინტერესი იკვდება. ან გვენძრევა ძმებობოზე. გამოვფხიზლდეთ რა, დედა ნონსენს ვიჟენი რო არის, ძალიან მაგარი ბიჭი. 2 დღის უკან დადო ძალიან სერიოზული ვიდეო. ესეც იდეაში მაგის გამო წერ ამ ვიდეოს რა. თელ საქართველოში არის ეგ პრობლემა. ამ დედის ფონზე, ვიზეთ იმენა პალაჟენია მიყავს. არიან ქეთი ეგიდუნაშვილი, გოგალო, იქ რაღაცა გიო მარი. თავი ისინი გონიათ რა ქვია, კაი ბიჭები და ქურდები გონიათ და ერთმანეთს აგინებიან, ის ამაზე ნეთი და შევეცი. მე მესმის რომ ხეობა უფრო მარტივად ნახვადია, მაგრამ გაყიდვადზე, გაყიდვადი არ არის ხეობა. მაგას არავინ არ დაასპონსორებს, ნორმალური არც არავინ არ უყურებს მაგას. ნეა ჩემთან იყო სახში. და ვჭამდით და ის შეხვდა ქეთი ეგიდუნაშვილი და მეთქი ამას შეხედი რაღაცა თბილისში ქვარი იპოვა და ნახე მეთქი რო გაყვა თქო და ნეა მეუბნება
ქეთი ეგიდუნაშვილი ვინაო? თქვენ აზე ხართ გოგოს რა მაგარი ცხოვრება? არაფერი არ იცის ვაფშე. არც გიომარი, არც გოგალო, რა ფორიო აქვს ვაფშე. ცხოვრებაც აღარ მინდა უკვე, მაგრამ რა ვქნა, თავზე ვიცალა რა. უეჭველი მიწევს სიტოქში. ახალისებები მაქვს ცხოვრებაში, იქნე ამ ყავს, ოჯახი მყავს რაღაცეები და მაგით გამაგდორე. გემოვნება საერთოდ დაგვეკარგა ქართული ერა სიტოქში რა. დაჟე უკვე ეს ეობები სასაცილოც აღარა, ანუ კრინჯიც აღარა, აღარ შეიძლება დედამო. ხარისხიანი ტიპები იბრიდებიან. სპონსორებიც იდეაში არ იჩითებიან. 3 წლის უკან ვისაც ყავდა სპონსორები დღემდე იმ ტიპებს ყავთ სპონსორები და ან ჭამენ და ან კიდევ ისევ იგივე კონტენტს აკეთებენ და რას თავაზობენ მეგენი ხალხს განსხვავებულს მე არ ვიცი. My name is Matilda and we are backstage at Victoria's Secret. ანუ მატილდა გვარლიანი იასნია ყველა მიცით ვისაც ეს ვიდეო გაქვთ ჩართული. დედამიწაზე ერთადერთხელ მოხდა ისე რომ ვიქტორია სეკრეტის შოუში მოკლედ პირველად ცხოვრებაში მოხდა ქართველი ადამიანი და მიიღო მონაწილეობა. ისეთ ლეველზეა ადამიანი თავის სფეროში, როგორც მაგალითად კვარა არის მსოფლიოში ფეხბურთში მაგალითად. პასუხი გამეცით ბოზ. რატომ ადებთ მატილდა გვარლიანის ვიდეოებს, სადაც ირინა შეიკებთან და შეიხებთან ერთად დევიჟენიობს, მაგ ვიდეოებს რატომ ადებთ აი ამ მუსიკას? ჩემი პასუხი რომელს გაგაჩნია? გავლიო, ეს ხორებაც გავლიო, დაზმობის საძებზელო გავლიო. რა გინდათ რომ მითხრათ რომ 2020 წელს ასეთ ყიობას ვინმე დაუშვებდა ამ გოგომ რო ნახოს ეს ვიდეოები რა საუნდებს ადებენ და სერიოზულად თან ბიჭო კომენტარებში შედიხარ და მატი რა საყვარელი გოგო ხარ უფალმა დაგლოცოს ეს სიმღერა ცალკეულად მესმის და ამ სიმღერას მისი კატეგორია აქვს ხო განხრა აქ და დამოტყნული რაღაცა სხვა ვიდეოებს უნდა დაადო მატილდას ამას რატო აკეთებთ ძმაო ვიღაცამ განა ეს ვიდეოები ისე გააკეთა რომ პროსტა кайფობს და ანუ პროსტა ღადაობს და ხალხს აკაიფ ავტორმა ეს ვიდეო გააკეთა ძალიან სერიოზულად, ხალხიც ძალიან სერიოზულად იღებს ამ ვიდეოს. თავი ამ თელ ვაფშე სცენარში თავი ყლე მგონია მარტო მე. ხალხს პრობლემა არა აქვს. მეორე რაზეც მჭირდება პასუხი ადეკვატურად, მაგალითად ამ სიმღერაზე და მეორე სიმღერასაც გაჩვენებთ, არა პრობლემა. ახლა მიპასუხეთ ამ სიმღერაზე გოგოები რატო ნაშობთ. რანაირი პონტი აიცით, მე რო ახლა ავდგე და ესქნა. მოგწონთ? მე ვიო ჩემი დედამო, ცნო ყველა მისდევთ ბრატ ვაშკაცკაცად და აკაც იქაცა ვაფშე ყველგან ბრატ ვაფშე ზოგადად და შენ კაროჩი თავიდან ნახე სიტოქში მაგ ბიჭებმა გაასპირა ვიო ეზემ კიდია ვაფშე შენ რა საწფიშო ბრატ შენ რომ მიდიხარ მაგ გოგოს და შენ რომ მაგ გოგოს კითხულო უნდა იცოდე ვისია ვისთანა რანაირად აბა ვისია აბა დაიყო ჩემიანი და მოგაკეთე პროტო მოვიტი კაია ხო? მოდი ბავშვი ნავწაფე. მოდი ბოლოს ხო მაინც საკუთი. როდის უნდა მოგფურიო? რა მოხდა მე დაბრუნება ვიცი? იმენა დაგბიდო მიდდომ დაგბრიდაო. მაშინ არის ხო მოგეც კიდე? 5490 გდართული. როდის უნდა ხან 25-ს ხან 23-ს. კანდონ. შენ ანუ საყევეთის ლეველიც ანუ ბიჭო რანაირად მოახერხეთ ვაფშე რომ აი გრე განვითარდით ვაფშე ყევებზე განა გვეცინება და განა кайფობთ ანუ თქვა ამ გიომარის კონტენტზე ეთი ეგიდუნაში ანუ არა უფრო აი რაღაცა სერიოზულად აღვიქვავთ აი ამ სოციუმს და ფილიში მე რო ჩავედი სპონსორთან სერიოზული დიალოგები მქონდა და გაშავებული ხარ რატომ მეთქი მიზეზი რა არის იგინები ანუ მე ვარ ყევასთან რა ასოცირებული და კიდე მე ვარ კრინჯი ამის მერე თუ ნაშობ მაშინ რაღაც ბავშვობ შენ ნაღდი თემა გინდა გადააგდე სათამაშო ხო ყველაფერს თავისი სიმღერა აქვს და ყველაფერს თავისი გემოვნება აქვს და ყველაფერს თავისი მიმდინარეობა აქვს დედამოთ გოგო არის ინტერვიუებს აკეთებს ქუჩაში ხალხთან ანუ უცნობ ხალხთან რა აი მაგ წარსულის გამო
სახელის გატეხვას გირჩევნია რომ გული გაიტეხო. We listen but we don't judge. Safe space. We're going to work on it. Yep. Virtually. ინტერვიუს აკეთებდა გოგოსთან ერთად და გოგომ რო რაღაცა თქვა რომ დეპრესიაში ვარ, ადამიანი ისე შემიყვარდაო, რომ საკუთარი თავი დაუკარგეო და ხო ხვდებით რომ მაგ გოგოზე არ ვლაპარაკობ, აი მეორე გოგო ვინც ინტერვიუს ართმევს, იმ გოგოზე გელაპარაკებით. პარას რო ეკითხებიან რომ აი რა ქვია ინგლისურად და ხვიჩა კვარაცხელია. My name is ხვიჩა კვარაცხელია. როგორც არის ქართულად, მაგრამ მატილდა გვარლიანი, ანუ Hi, my name is Matilda Gvarliani. რაღაცა ცდილობს რომ იმათ სოციუმს მოეგოს, მაგრამ თბილისში რო ტიპები დადიხართ და ჩემი relationship-ი ცოტა არ იყოს dark side pussy ass wet bitch იყო, რატო ლაპარაკობთ მასე? თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ჩემნაირ გოიმებს ეძახით, ანუ რატო მიგაჩნიათ საერთოდ რომ ცოტა უფრო oh my fucking god pussy wet იტყვით უფრო დედის ტიპები ხართ და უფრო მეტად არ ხართ გოიმები და უფრო პრადვინუტი ტიპები ხართ. მე მესმის რომ შეიძლება რუსული ჟარგონების გამოყენებას ჯობია რომ ინგლისური ჟარგონები გამოიყენო, მაგრამ მაგას ჩვენთან საქართველოში ხო რაღაც მიზეზი და გამართლება აქვს, რატომაც იყენებენ, იმიტომ რომ რამდენი ხანი საბჭოთა კავშირში ვიყავით, სახში ჩვენი წინაპრები იყენებენ, მაგრამ თქვენი წინაპრები რომელ დიალოგში იყენებდნენ ბოზიშვილი ვიყო რომ 1900 რომელი წელი იყო, 1998 წელი იყო და ISO warrior დაიწყო, ჩვენ ვიყავით ჩვენს soldier-ებთან ერთად warship-ზე ვიყავით მოკლედ და Poland-ში რო გადავედ, ამას ასე ხوار ლაპარაკობდნენ თქვენი წინაპრები. რატომ თელ საქართველოში იცოდეთ რომ თუ ხართ ესეთი ტიპები და თუ შენ ამ ვიდეოში შენი თავი იცანი, შენზე ვბაზრობ ზუსტად შვილი ვიყო. ხვდები რომ ესეც ეხლა რასაც ვიღებ არის ძალიან ცუდი კონტენტი. სპონსორი რომ მყავდეს, არ გავაკეთებდი ესეთ ცუდ კონტენტს. მეც მაქვს ნათელი წერტილი, ანუ თქვენ გონიათ რა არა? მიუხედავად იმისა რომ იდეები მაქვს და ამ იდეებს ფული ჭირდება ძალიან ბევრი, ეს ფული სამწუხაროდ მქონდა, მაგრამ ბაიძე მიდიოდა და გამოდის რომ არ მქონდა, რატო ის ვთქვა. მოვიფიქრე რომ ეხლა ამ ვიდეოს ხოვდებ, ამის მერე კიდე ერთი ვიდეო იდება, მაგრამ მერე უკვე ტრეკი იდება. სიმღერა იდება, აი ბოლოს გავლიქავ. სანამ მე მეუბნებიან, შენ იცი რა ცოტა ლეური სახელი გაქვს, რავი, მაშინ ესენი დაასპონსორეთ. Gigi on the road. ორი დღის წინ კუბოში იყო, დღესაც კაცი კუბოშია, სერიოზულ კონტენტს აკეთებს და აზრი არა, Gigi ამო ბოზიშვილი იყო კუბოდან, აზრი არა აქვს ბრატ. ბოდიშს გიხდით ვაფშე ყველას 2020 წელს ვინც მეგონეთ რომ საშინელებებს აკეთებდით და მეგონა რომ თქვენ იყავით კრინჯები, ბოდიშს გიხდით ყველას. და ბრუნდით. გეები რო იყვნენ, ბუთურა კაცი. რომც გეი იყო, ამას აი ვერ მიუდგები ფიზიკურად. იმიტომ რომ ბუთურა კაცი. ცოტა კაცი. ბოდიშს გიხდით, დაბრუნდით. Charlie D'Amelios ნამდვილი ნომერი მაქვს შეშე. Charlie D'Amelios ნამდვილი ნომერი მაქვს. ჩემ ახობას ნომერს აპონჩი უპაცა ჩემიდან ნომერი. JSM News-ი რო იყო, ის ბავშვი რო იყო, მე როტო ის მიტყნ. ბოდიში ძმო, დაბრუნდი. არასწორად მგონებია. თურმე უფრო ყეობას შევხვდებოდი 2025 წლის გზაზე დედასე შევეც. სოფლიოში რა ტენდენციები არის ვაფშე შემოსული. მიმების ლეველებიც დავარ. თუნგ საჰურის დედის მუტელი მუტ. მაგის შემქმნელის დედას ვაფშე ყველასი მისი წრიდან საერთოდ. შიმპანზინი რაღაც აი ეს ვინ არის? შიმპანზინი ბანანი. ეს ვინ არის? თუნ საჰუ. შპიონი რო გალუბი რო კაპუჩინო ასასინო ბალერინო კაპუჩინო ყველას მოგიანთ დედის სადაც გნახავთ თქვენს დედებს მოვთ სათითაოდ გაიგეთ? აი შეხედეთ შიმპანზინი ბანანინი ვა ვინმეს გეცინებათ საერთოდ ამ დედამოწნულზე ვინმე ეყადაო ballerina cappuccina bombardiro crocodilo trallallero trallallà porco dio e porco allà scimpanzini bananini wow patapim il mio cappello è pieno di slim 1 2 3 თუ გაგეცინა გეიხარ tong 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 sahur trippi troppi troppa trippa scimpanzini wow wow scimpanzini bananini capibarello cocosini patapim il mio cappello è di slim გაგეცინა ხედავ რაშია პრობლემა შენშია პრობლემა შენ ხარ იმენა პრობლემა გაიგე ამაზე რო იცინი გეიხარ პახოდო არ ვიცი უჩაფ ჩემი წარსული ისიც რომოთ რა 10 კაცის გვერდზე იწვა დავნებდი რაიონიდან წამოვიდოდი ვიყავი ისაში ვეცებდი გოგოს რომელიც წელს შენი ოჯახის გალი მინოდა ვისთან იყო რანაირად იყო ფეხებზე მკიდია რა აი ზუსტად ასეთ ადამიანს ვეცებდი მეც რომელმაც მომიხსნა სტრესი ანუ შევეცი თურქულ სერიალებს წარმოდგენა გაქვთ რა მოხდა ადამიანმა ნახა რომელიღაც ტერიტორიაზე შეხვდა ტიპს ანუ გიჟებმა ერთმანეთი ნახეს თბილისიდან მეორე დღეს დაბრუნდნენ
კახეთში ბიჭის სახლში რობოტმა 10 კაცის გვერდზე იწვა. დავალევდი რა. აი ამ ტიპის სახლში წავიდნენ მეორე დღეს ცოლად გაყვა. დედამთილიც ეგეთ ვაიფში არის რა. ანუ ისე მოშინაურდა. დედამთილთან ერთად გარეთ სეირნობს და დედამთილთან ერთად გიჟობებს აკეთებს გარეთ და თმები შეჭირა. მაუ მიზეზები არის რატომაც ამართავენ ესენი თელ საქართველოს პლატფორმა. ესენი არიან ყველაზე თესლი კონტენტ კრეატორები რეალურად. ძალიან გთხოვთ, ჩემი თხოვნა რომ დავეხმარო და ერთ ოთახიანი ხონში უყიდოთ ფსიქიატრი. მითხოვნა რომ დავეხმარო ოთახიანი ხონში უყიდოთ ფსიქიატრი. რო იცოდეთ ამ ქალზე რაღაც პონჩი ესე ხადაობა გამართლებული არ არის. ეს ქალი იყო სავსებით ჯანმრთელი და ნორმალური. არაფერი არ ჭირდა. მე როგორც გავიგე რა, ჩემი ინფორმაციით, ამ ქალს რაღაც დაემართა, ოჯახში პრობლემები შეექმნა, ქმარს გაშორდა, ქმარმა შვილი წაართვა, მოკლედ შვილი წაართვეს. არ ვიცი მიზეზი რატომ და რის გამო. დროთა განმავლობაში ბრძოლით, ანუ ფსიქოლოგიურად აი ესეთ მდგომარეობაში მივიდა ეს ქალი. თავი განა ქართული ესტრადის მომღერალი გონია? არა. გონია რომ სოფლიო ვარსკვლავია რა. ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს რომ ანუ ნახდად ეგრე არის. აი რა ვიდეოებს გაჩვენებს. მე და ჩემი დედამთილი შეგისრულეთ ავჭალისა გზატკეცილავ გას უყარს ეს სიმღერა და მამა ჩაუყვანდა. ყველაზე გადაობა რა არის ნახე. სანამ სიმღერას დაიწყებენ ეს ქალი დედამთილი რაღაცას ყვება რა, ანუ ამ ამბავს. ეხა ყვება ეს ქალი რომ რატო უყვარს ეს სიმღერა და ქეთი არ აცდის უყურეთ. ავჭალისა გზატკეცილო კარგი ხარ შოფერისთვის და უჭნარი ვარდი ხარ. დედამიწაზე როგორ არსებობს დამთხოვები რა. წარმოიდგინეთ ტიპება ერთმანეთი იპოვეს. პროცენტულად არის მაგის შანსი 0.000 რაღაც პროცენტი რა. ხალხი ზურეკავს ეკაიფებიან და ჯერა ამ ქალს ამ ყველაფრის რა. ვერვისაც ფინანსებიდან გამომდინარე და 4-5 ხე შეგვიძლია და ვინდა ძალიან ვინდა სუპერას რომ ჩამოგვიდეთ ჩვენთან იყო აქ. ძალიან ასტოვანებულები ვარ თქვენი ნიჭი. კაცი ეპატიჟება რომ მელიღაც ქალაქში ჩამოდიოდა, აქო კონცერტს დაგიგეგმავთ, ფანები გეოდებიან, ნუ კაროჩე უშენ. თანხაო რამდენი გჭირდებათო მოკლედო რომ ჩაგირიცხოთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ძალიან მინდა თქვენთან ახლოს ვიყო გაგანებივროთ ამ მუსიკებით და რეპერტუარებით, მაგრამ მე საქართველოს გარეთ არ გავდივარ, საქართველოს ფარგლებს იქით. სამწუხაროდ სამ ბავშვთან სიახლოვეში ვარ, ძალიან ახლოს აქ ვცხოვრობ. ძალიან ცოდოა. აგინებენ რა. ფუშე გაფუჭებულო ქალო და ვითომ ვის ხარ, აქვია მომღერალი ხარ და სერიოზული მას შედიან პოლემიკაში, გაიგე? მიუხედავად იმისა, რომ აი პროსტა გაიცინო, გადასკროლო, არა, იმენა, ამასინათ ნახე, ქეთი ეგი დუნაშუს ნუ დაუჯერებთ, ეგ ასეთი ქალია, მე ესეც უპირისპირდება და ბიჭო, სად პოულობთ ეს ხალხი ვაფშე ერთმანეთს? ეს საყდებით პლატფორმა რო არა, ალბათ ეს ხალხი ვაფშე არ გაიჩნდებოდა. იცოდი, შენ იცოდი, რომ ასეთი ხალხი არსებობდა საქართველოში? მე პირადად არ ვიცოდი. მე და ჩემი მეუღლე მიკვეციეს ვაკის პარკში, კონტროლიერმა აგერ არის მანქანებზე საკატაოდ. ყველა გვიცნობს, სპინისი ფეხზე გვიდგა და იმედია ჩემი ბიჭი მალე იქნება აქ და იკატავებს ხოლმე ჩვენთან ერთად. გაიხარ. ხო, ამჩნევთ, რომ რასაც იძახის, ყველაფერს აკავშირებს თავის შვილთან. შვილის გამო აქ ეს პრობლემები ფსიქოლოგიური. აი ხალხო თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ვიყიდეთ საოცნაო მანქანა არის საუკეთესო. მე რო პირველად ეს ადამიანი აღმოვაჩინე, მართლა ძალიან შემეცოდა რა. არაფერი არ გააჩნდა, მაგრამ ეხა ძმა ისე მოიხოდა, 3 მანქანა ყავს თუ 2 მანქანა ყავს, სახლი გადაარემონტა თავიდან, გარაჟი დაენგრა, ახალი გარაჟი ააშენა, ეზო მოაპირკეთა. საჭმელზე ვაფშე ლაპარაკიც აღარა, საჭმელი ის არის რა, მელაჩებია რა. ამას ნუღა ეხმარებით, ბიჭო, ამას კიდე დახმარება უნდა. შვილი ვიყო, მე უფრო დასახმარებელი ვარ ვიდრე ერთ. ანუ მე მესმის, რომ ოდნავ ხალხმა ხელი წამოგიკრას, ფეხზე დაგაყენოს ხალხმა, რომ მე შენით შეძლო ცხოვრების გაგრძელება და ჭაობში აღარ იყო ისევ ჩაფლული, მაგრამ ამას ჩემი დედავატირე გაძღომა და ცხოვრება უნდა რაღაც ემიგრანტების ეგეთი ტიპების ხარჯზე. ნუ რიცხავთ ამას ფულს. ამას ფული როგორ უნდა ჩაურიცხოთ, ბიჭო? ვინ შემევიდა სახლში ჩემთან? დარბაიძეს ათქმევებენ მაგას. დარბაიძე ხო ვაფშე ისა რა ქვია, პიზდეცი. ბარბერშოპში რომ ყავდა მოწვეული დარბაიძე, საინტერესო პერსონაჟი იყო რა, მე თვითონ მაინტერესებდა, რომ მეთქი ანუ რეალურად ასეთია თუ ლეობს რაღაცას. დარბაიძე არ არის დაცურებული, ძალიან ჭკვიანია. გახსოვს ადრე დარბაიძეს გაუბაზრეს, რომ 41000 და 41000 უდევსო ანგარის. ანუ ამბობდა, რომ
ბაზარიაო და იტყდება რომ ამას ვამბობ, მაგრამ ვაფშე ახალ ტელეფონი გამოიტანა ზუმერიდან, კაროჩე რა, ჩემი გადაცემის დღეს. iPhone 15 Pro Max იყო. ტელეფონი ედო მაგიდას notification-ი მოვიდა lock screen-ზე რა. Mobile bank-ი არ მაქვს ჩაწერილიო და ვერ განახებო ეხაო რომ რამდენი მიდევსო ფულიო, თორე ისო რასაც აბაზრებდნენ რომ ამდენი ფული აქვს, ანუ სისულელიაო რა. შესვენება იყო და უცებ lock screen-მა გაუნათა რა. ვიღაცამ ჩაურიცხა ლარიანი, მაგრამ ლარი რო ჩაურიცხა ქვევით ხო აწერია რამდენი ქონდა ნაშთი და 34,000 თუ 39,000 ედო იმ კონკრეტულ ანგარიშზე, რომელზეც ფული 1 ლარი ჩაერიცხა. ამას ჩემი დედამ რატომ არ უნდა ჩაურიცხოთ ფული? ძოლი, ქმარი ადგეს იმუშაოს. თუ სამუშაოს ეძებს, სამუშაოზე დახმარება ითხოვს, რომ ვიღაცამ დააწყებინოს სამუშაო. გულაობს ეგერ $20,000 მანქანით. აბა ბინა და ყველაფერი და დედა მოვკვდა ქუჩაში ადამიანი. ეს არის თქვენი ბრალი. თქვენი, ჩემი, ჩვენი ყველას ბრალი არის, რომ ას სოციუმი გაჩნდა TikTok-ზე. გოგონ ბიჭო ბათუმიდან ჩამომაგიცხა, უარ გადაო. TikTok-ში გევიცანი, იმდა ეგერ მელოდება ქვევი. იზდეცია ამას ვიცავ. რატვიდი მოტყანით, ანუ ვინ უნდა ჩავქო, ვაფშე არავის ავთავთ, ანუ აღარც მეცინება უგებსო. ჩავქნე ქვესკნელდით და დაგვენ ბოლომდე. 3 ლარი გავაკეთე დარბაზის 100 ლარი გავაკეთე. ერა ზეიმოს. ეს ყლებაზარია კიდე ეს მექანიზმიც იცოდეთ რა. 3 ლარი ჩაგვერიცხა მეგობრებო. ბევრ თანხის ჩარიცხვას ატარებენ, ანუ არ იძახიან. თქვენ რო გეტყვიან რომ 25 ლარი გავაკეთეთო, ამ დროს გაკეთებული აქვს 150 ლარი. YouTube კვდება. თქვენს ხელში არის ყველაფერი რა. ეს საყეთი უნდა დავგმოთ. სპონსორებზეც ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. ბევრი არის ძალიან დამოკიდებული რა. დაასპონსორეთ ხარისხიანი ტიპები. აი მაგალითად ნონსენს ვიჟენი. ლეობას წინა პლანზე ნუ ამოვწევ. ჩემი სახელი არის ზიპერი. ობების რეაქციას აკეთებდა ზიპერი. დაგიბრუნდებით. შემდეგ მე რა რომ ზაფთარია და თუ დაგეგარია ფერები მაინც შენთან მოვალ მოგეფერები მე შენ და თუ არ გიძლებს ნერვები მაინც შენთან მოვალ მოგეფერები ისევ და თუ მოგასწინე იქ დუმალი ვგერები შენს გულს ანგები თუ ეფერები და რომ სამიჯახდეს სხვა ბუნების წევრები მაინც შენთან მოეხედები